ზღაპარს კი ამბობს ჭადარი. ზეწნამ ამერსით ამავს ვიჭვებით. ნავადარი საქართველო. ლამას. სხვა საქართველო სადა. ქორბუდა ირმე. სხვა საქართველო სადა. წინარდოა. ქარი მარხებს და ყვავილებს მასის. ყვავილს მომწყლებს გაიტაცებს მინდვრად დამიყვავე. ქარო ნუ ხარ კაცრი, პატარა ვარ, მოფერება მინდა. მითხარიო როგორ ვანიდო, საიდუმლო აშჩასა და მსტოვარს. ანა კალანდაძის სახელი. ანა კალანდაძის სახელი. ეს ბიბლიოთეკა ხომ გულს უშლის მკითხველს და შიგ სიყვარულში ახედებს. ზუსტად ისე, როგორც თავად ანა კალანდაძის პოეზია. ქალბატონი ირმა ქურასბედიანი. პირველი მსხილი. გამორჩეული სიყვარული მაქვს ამ ბიბლიოთეკის და საერთოდ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის და მისი მთელი ფილიალების. საოცარი პრეცედენტია ეს ბიბლიოთეკების კვირეული. გაცოცხლებულია მთელი ქალაქი. ბატონი ავთო სახამბერიძე. ძალიან სასიამოვნოა, ჯერ გარემო არის არაჩვეულებრივი. საქართველოს ყოვლის მყრობელმა მისურვებ დავით. ფეხბურთში გაწვიდეთ საფლავის ლოდი ხურნის ინტერნეტად. ასეთი ცოდვა რა გახსნა ფეხბურთები. ის მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს რა იგადარდებს. გასცი ეგნიკობს იქან და რუანდამდე. ეს ქალბატონი ძალიან უხდება ჩვენს ქალაქს. ქალბატონი დარეჯან გძელიშვილი. დილამდე, ხამიდან ღამემდე და მათბობს და გავათხოვთ ერთმანეთს ადამიანებმა. აი სიკაშკასეს ერთის ხრივით შევუერთდი და დავიმსახურე ეს პატივი უდიდესი მადლობა ვინც ეს გადაწყვიტა. ჩვენი ბიბლიოთეკის ძალიან დიდი მეგობარი ბატონი ზვიად გაჩეჩილაძე აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე. რა ყოველთვის მიხარი აქვს, იმიტომ რომ ეს საუკეთესო შედარება იყო, იმიტომ რომ აქავრობა რომ გათხოვს ამ გარემოთი ამ სილამაზით, ამ წიგნების წყობით, ამ სურათებით, ახატებით, ხალხით, რომელიც აქ ხდება რა თქმა უნდა. Mohiara Giado sonori pungi va povo Samochato griala Geniada che კარგი აურის მატარებელი ადამიანი. ბელა უჩაძე საოცარი პოეზიით. აპლოდისმენტები. გახლავთ გიზო თავაძე. ანას სახელი. ეხლა მე კი არ ვიცი ქალაქში რამდენი ბიბლიოთეკაა სულ 12 თუ 2 სახელი კიდე გაიმეტეთ. რეზოჭეიშვილის სახელი შეიძლება. როგორ გინდა შენ ჩემო მაგნოლი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მადლობა მინდა გითხრათ მეგობრებო აქ მოგზაურობისთვის მადლობა მინდა გითხრათ. აი ჩვენი სიხარულის გაზიარებისათვის დიდი პატივია მართლა შენს ბიბლიოთეკას ერქვას დიდი პოეტის ანა კალანდაძის სახელი. მხოლოდ მას შეეძლო ვეთქვა რომ სხვა საქართველოს ორი ლექსი რომელიც არის როგორც დიდი ურაპატრიოტული პროექტი მაგრამ სასიამოვნო და არ არის არიქა ხელს გამოუჭრი და მედებს გადავიჭრი და ისე მიყვარხარ სამშობლოს არა მაგრამ ხო გეუბნები გენი და ძა დედაშვილობას ვემსახო შენს მიწას მიმაბარე ხო ეს ყველაზე დიდი პატრიოტიზმი და სხვა საქართველოს
არსად არ არის. არსად არ არის და თქვენ ბედნიერება და გეკუთვნოდა, რომ ამ ბიბლიოთეკას მინიჭებოდა ანა კალანდაძის სახელი.